სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისა. წლის კალენდარული ციკლის დღევანდელი დღე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ იგი მთელს წელიწადზე თავის გავლენას ახდენს. ოთხშაბათია დიდი, შესაბამისად ეს დიდი ოთხშაბათი, როგორც გითხარით, ამ დიდი ოთხშაბათის გამო ყოველი კვირის ოთხშაბათი წლის განმავლობაში სამარხო დღე არის. ესე იგი, ეკლესიამ მას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა. შესაბამისად, იგი ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ და გავიაზროთ, გავითავისოთ და თქვათ, იგივე ყოველი ოთხშაბათი, როცა ჩვენ მარხულობთ, გააზრებული ქონდეს ამას რატო ვაკეთებთ. იმიტომ რომ ხშირია ხოლმე შემთხვევა, როცა ადამიანებს უჭირთ ეადვილება დიდი მარხვის შენახვა, დიდი მარხვების შენახვა, მაგრამ როცა მარხვა არ არის, ოთხშაბათი და პარასკევი, რატომღაც ავიწყდებათ გულგრილი ხდებიან, თვლიან რომ ეს ერთი დღეა და რა მოხდა. თუმცა ამ ერთი დღით ჩვენ დამოკიდებულება ვლინდება ზოგადად საღვთო ისტორიისადმი და იმისადმი თუ რა გააკეთა ღმერთმა ჩვენთვის. ჩვენ მარხულობ და მარხვა ნიშნავი ყოველ ოთხშაბათს და ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ თავზე, საკუთარ მისწრაფებებზე გარკვეულწილად, საკუთარ შეგრძნებებზე, საკუთარ სიმართლეზე, სამყაროს ჩვენეულ აღქმაზე, საკუთარ თავზე, როგორც თუ განვაზოგადებთ, უარს ვამბობთ, ანუ უარყოფთ საკუთარ თავს, რომელიც აუცილებელი პირობაა, რომ ქრისტეს გავყვეთ, პირდაპირ მოგვიწოდებს უფალი, რომ უნდა უარყოთ საკუთარი თავი, ავიღოთ ჯვარი თვისი და გავყვეთ უფალს. აი ეს ეგოისტური მე, რომელიც თავის ინტერესებით ცხოვრობს და როგორც წესი ეს ინტერესები შემოფარგლულია ამ სამყაროთი, ამ სოფლის სული, ვერ ვიხედებით ამ არადისობაში და რაც ჩვენ წინ არის შეიძლება ასე ვთქვათ, მარტო იმით ცხოვრობ და ეს გონია რეალობა და სწორედ ამის უარყოფას გთხოვს უფალი, რომ არადისობაში გავიხედოთ. აქ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის საკუთარი სიმართლე, რომელიც ჩვენს ნებელობაში ვლინდება და ამიტომაც ვთხოვთ ღმერთს, რომ მისი ნება იყოს და არა ჩვენი და საკუთარი სიმართლით შეფასება აბსოლუტურად ყველაფრის, მათ შორის იმისა, როგორ მოქმედებს ღმერთი, ღვთის განგებულება, სულ გვეჩვენება, რომ ღმერთს მუდამ ეშლება ჩვენთან ურთიერთობაში, რაღაც ისე არ ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს, ვერ ვენდობით მას, არ ვენდობით მას და ეს თუ ღმერთთან და ღვთის განგებულებასთან დაკავშირებით არის ასე, რაღაც ითქვის ადამიანის მიმართებაში, როცა ჩვენ ადამიანთან მუდმივი კონფლიქტები გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ ყველას ჩვენი სიმართლე გვაქვს. გარდა ამისა, უმაღლესი გრძნობა, ნებავთ ენერგია დავარქვათ, რითაც გონიერი მოაზროვნე და პიროვნული არსება თავის თავს ავლენს უმაღლესი გრძნობა. ეს არის სიყვარული, რომლის პროფანირება მომხდარია და ხშირად როცა ამ სიტყვას ვამბობთ, სიყვარული კარგად არც კი გვესმის ბოლომდე ეს რას ნიშნავს. ამ სიტყვებს უბრალოდ არ ვამბობ თქმა თქმისათვის. მართლა არ გვესმის სიყვარული რას ნიშნავს. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ადვილად ვიყენებთ ამ სიტყვას ერთმანეთისადმი, ღვთისადმი, სამშობლოსადმი, ეკლესიისადმი, მე მიყვარხარ შენ და ასე შემდეგ და აქედან ჩანს, რომ წარმოდგენა ბოლომდე არ აგვაქვს ეს რაზე ვსაუბრობთ, საერთოდ და ეს რას ნიშნავს. სიყვარული ისე როგორც სიმდაბლე, ისე როგორც მარადისობა, ისე როგორც თავისუფლება, ეს საღვთო კატეგორიებია და ბოლომდე არც ისეთი წვდომის უნარი ჩვენ არ გვაქვს. მეცაც ვიტყვით, ჩვენ ეს თვისებები, რითაც ღმერთი თავის თავს ავლენს და ეს ღვთაებრივი ენერგიებია. პრინციპში არც კი გვაქვს. ჩვენ უბრალოდ ღვთის ხატრიდან მსგავსი ვარ და ჩვენ გვაქვს პოტენცია იმისა, რომ ეს ენერგია საღვთო ჩვენში შემოუშვათ. თავისთავად ის ჩვენში არ არსებობს. აი როგორც მარადიული სიცოცხლე არ არსებობს თავისთავად ჩვენში, ისევე არ არსებობს თავისუფლება ჩვენში და სიმდაბლეს თქვენ წარმოიდგინეთ, სიყვარულიც არ არსებობს ჩვენში, ის სიყვარული, რომელზეც სახარება გვესაუბრება. თუ ჩვენში ღმერთი არ შემოვიდა, თუ ჩვენ ღმერთს გული არ გავუხსენით. და რადგან სიყვარულია მთავარი, კიდევ ვიმეორებ, მთავარი ენერგია, საღვთო, რომელიც ჩვენში თუ არ არის და ჩვენ თუ მისი მოპოვებისათვის არ ვიზრუნეთ, არ ვიშრომეთ, არ ვიღვაწეთ, მაშინ ჩვენ ქრისტიანობას და ჩვენს სულიერ ცხოვრებას, ჩვენ რელიგიურობას, ჩვენს რწმენას ნულოვანი ღირებულება აქვს. პირიქით, ეს ყველაფერი ჩვენს პასუხისგებლობის წინაშე გვაყენებს და კიდევ უფრო მძიმეა ჩვენთვის. მით უმეტეს, როცა ღმერთი ადამიანად მოვიდა, აი ყველაფერი გააკეთა. გონება მიუწვდომელი რამ გააკეთა. იმისათვის, რომ ჩვენ შეგვძლებოდა მისი სიყვარული. ღმერთის ადამიანად მოსვლამ, რა თქმა უნდა, არ გააუქმა საღვთო სამართალი და საღვთო განგებულება. ამის კლასიკური მაგალითი არის ის, რომ მას
ყველაზე ძალიან მოციქულებში შეიძლება თქვა იოანე უყვარს. და როცა იოანე თავის ძმასთან ერთად და დედასთან ერთად ეუბნება, რომ შენ როცა გამეფთები, შენს მარჯვნივ დავჯდები, და უფალი როცა ეუბნება, რომ წარე სასმისი და ის წარე ნათლისღება, რომელიც მე უნდა მივიღო და განვიცადო თავის ტანჯვით აღსასრულს. გულისხმობს, რაც მე უნდა გავიარო, შენ შეგიძლია, თქვენ შეგიძლიათ ის გაიაროს და როცა ისინი ეტყვიან, დიახაც ჩვენ შეგვიძლია გავიაროთ, უფალი udasturებს, დიახაც თქვენ ამას გაივლით. იაკობი პირველი იქნება მოკლული 12 მოციქულთა შორის. დიახაც თქვენ ამას გაივლით, ანუ უმაღლესი, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს, ქრისტესათვის სიკვდილი, ქრისტესათვის ტანჯვა, ამასაც კი გააკეთებ. თან მე ძალიან მიყვარხარ და იოანე განსაკუთრებულად უყვარს, ხო ვიცით? მაგრამ ის ვინ დაждდება ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ, ეს წინასწარ გამზადებული, ამით წინასწარ გამზადებული რას ნიშნავს? დაგეგმილი, დეტერმინირებული კი არ არის ჩვენი მომავალი, არამედ ამით მეანიშნა, რომ ღვთის განგებულება, რომელიც შენ შეიძლება არ იცოდე და მე როგორც ამ შემთხვევაში ადამიანს მეკითხები და მე ამაზე გპასუხებ, რომ ეს მამის განგებულება, ღვთის განგებულება. არის ნახეთ, იოანე, რომელიც ქრისტეს ძალიან უყვარს, იაკობთან ერთად, რომელიც მზათარიან მოკვდნენ ქრისტესათვის და იოანე იყო ერთადერთი, ვინც ბოლომდე გოლგოთის ვართან იდგა. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდებულად ადამიანთა შორის განიცადა თუ ვინ არის იესო ქრისტე, რომელიც თავის სახარებაში გადმოგვცა და უფალი ეუბნება, ეს ყველაფერი რაც ჩამოვთვალე არ არის საკმარისი იმისათვის, რომ შენ ჩემს მარჯვნივ დაჯდე, განსაკუთრებულ დიდებულებაში შეხვიდე. აი მიუხედავად ყველაფრისა, საღვთო განგებულება არ გაუქმებულა. განგებულება, რომელიც ჩვენთვის საიდუმლოებრივად მუშაობს. იმიტომ რომ ის დაფარულია ღმერთის, ტრანსცენდენტული ღმერთის წიაღში. და ეს რატო გითხარით? იმიტომ რომ ღმერთი რო ადამიანად მოვიდა და მან თავის სიყვარული ბოლომდე რო გვაჩვენა. ღმერთი არის სიყვარული, რომ ესე იგი საქმეში გამოავლინა და ჩვენთვის რომ ღმერთი განკაცებული იესო ქრისტე რომ გახდა იმედი, როცა ჩვენ მას იმედს უწოდებთ, ის ჩვენ ძმას გვიწოდებს, მეგობარს გვიწოდებს. ჩვენი მღვდელმთავარია მარადიული მუდმივი მეოხია ზეციური მამის წინაშე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, არ გაუქმებულა საღვთო სამართლიანობა და საღვთო განგებულება. იმ გაგებით რომ ეს საიდუმლოება ჩვენი მომავალი ხვედრისა კვლავ საიდუმლოებათა დარჩება სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, ამიტომ შიში ღვთისა ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენ არ ვიცით რა ხვედრი გვექნება ჩვენ. ჩვენ იმედი გვაქვს, მაგრამ არ ვიცით. პავლე მოციქული გვეუბნება, რომ თავის რო გაწირო, მოწამეებრივი აღსასრულიც რომ მქონდეს, მაგრამ თუ სიყვარული არ გექნება, არაფერი ხარ. და აი სიყვარული, თავის გაწიროა, ხო? აი გავწირე თავი და ყველამ დაინახა და მეც ხედავ რომ ყდები. ეს თვალსაჩინოდ ჩანს. 8 წელი, რომელიც ყოველდღიური თავგანწირვა ქრისტიანული. მაგრამ აი სიყვარული არ ჩანს. თუ ხიბლში არა ვარ და არ გონია რომ მე ისე მიყვარს, ისე მიყვარხარ. და მეორე მხრივ, სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი. ანუ თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ქრისტეს შეყვარებას, არაფერი არ გამოვა. ყველაფერი ამაო იქნება. იმიტომ რომ ის რაც ჩვენ მარადისობაში მის მარჯვნივ დაგვაჯენს, როგორც აპოკალიფში ამბობს ამას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მის და მის სიყვარული. მის და მი როგორც ჯვარცმული ღმერთისა, როგორც დიდი პავლე იტყვის, არაფერი მაქვს გულში გარდა იესო ქრისტესი, ისიც ჯვარცმულისა, რომელსაც მე აღთქმა დაუდე ნათლობის წირო, მე შენ შეგიდგები, გამოყვები ბოლომდე, გოლგოთამდე, ჯვარცმამდე, რომ მე შენთან ერთად ავსდგე და შენთან ერთად მარადისობაში ვიყო. და როცა დღეს ოთხშაბათს ვკითხულობდით სახარებას, როცა დედაკაცი თავზე ძვირფას ნელსაცხებელს დაასხავს, წინასწარ მეტყველურად, რომ ისე დაგძალეს, რომ არ გაუპატიოსნებიათ, როგორც წესი იყო იუდაური, ამიტომ რომ შაბათისთვის, შაბათის გამო და ამიტომ მიდიან ნელსაცხებლე დედები, რომ მერე გააკეთონ ესა. და უკვე აღდგარი დახდებათ, ყდრეთით გახსოვთ ეს ძვირფასი ნელსაცხებელი რო იყო, როგორი განცდა გაუჩნდათ მოციქულებს. თავიდან ყველას, მაგრამ იუდამ მერე იუდაზე საბოლოო გავლენა მოახდინა ამან. რასაჭირო იყო ესეთი უძვირფასესი ნელსაცხებელის ესე გადაღვრად აღიქვეს ყველამ, წარმოიდგინეთ. ნუ იქ პერსონიფიცირება არ არის თუ ვინმე რაღაცა განსაკუთრებულად თქვა, არა თქვა იოანემ ან პეტრემ, იქ არ ჩანს ეს. სხვაგან ჩანს, რომ ერთ-ერთი თქვენგანი გამცემს მეს და იოანეს თავის თავში არ შეპარვია, ეჭვიდა პეტრეს. მაგრამ პეტრეს ვიცით არ შეპარვია, მაგრამ მე რა დაემართა, ხო? ანუ ნახეთ როგორი მყიფია ჩვენი თავდაჯერებულობა ქრისტესადმი ერთგულებაში. ეხლა ეს არა ჩანს. მაგრამ ერთი რამე უდავოა, რომ თუ ჩვენ ვიფიქრებთ იმას, ვიცი რა, აი მათ რო ბოლომდე ცოდნოდათ, იუდას რო ბოლომდე ცოდნოდა თუ ვინ არის მის წინაშე, რომ ის galaktikების შემოქმედია პერსონალურად ადამიანად მოსული, რა თქმა უნდა ამას ხო არ იტყოდა და ასე შემდეგ. ესე ფიქრობენ ადამიანები. და საქმეც იმაშია,
რომ თავარი ბარიერი, რომ შენ ქრისტე ბოლომდე შეიცნო იმად, ვინც ის არის მისი უანგარო, უპირობო სიყვარული, თუნდაც ბოლომდე გაცნობიერებული არ გქონდეს თუ ვინ არის იგი. მოციქულებს ბოლომდე გაცნობიერებული არ ქონდათ, ნელ-ნელა ხდებოდა ეს გაცნობიერება. იგივე ჯვარცმული ავაზაკი რამაც ხოვნა. სწორედ აი ამ სიყვარულმა მის გვერდზე მომაკვდავე ადამიანის, რომელსაც ის ხედავდა. იმიტომ რომ ქრისტეს, მოდი ასე ვთქვათ, სიკეთე და ქრისტეს სიყვარული ეს ისეთი ფენომენალური, გონება მიუწვდომელი, დიდებული მოვლენაა, რომ თუ ადამიანი მას ვერ დაინახავს, სულ რომ ესეთი რწმენა ქონდეს, რომ მის ლოცვას, ესე იგი, მთების გადაადგილება შეძლოს, ის მისთვის ეს რწმენა მაცხოვნებელი არ არის, იმიტომ რომ თავარი სწორედ ეს სიყვარულია. და შენ თუ ამას ვერ ხედავ, უბრალოდ ფარისეულად ყალიბდები და არა ქრისტიანად. ეს ისეთი მდგომარეობაა, რომელიც ყველანაირ ეჭვს, კითხვას აქრობს მორწმუნეში. ის ბოლომდე მინდობილია და აქვს მზაობა სიკვდილისა ქრისტესათვის და არ უფიქრდება დანარჩენს არაფერს. და აი ეს პრობლემა ჩანს სწორედ დღევანდელ დღეს, რომ იუდას, ამ შემთხვევაში იუდაზე ვსაუბრობ და ზოგადად მოციქულებს, ხო, პრაგმატულად შეხედებს, ბიჭო, ამხელა თანხა, რამდენი რამე გაკეთდებოდა, ხო, იმიტომ რომ მაცხოვს შემოსავალი არ აქვს, შეწირულობით ცხოვრობენ და შეეწირა ამ ქალს ეს გაყიდიდნენ და ამით გლახაკებსაც დაეხმარებოდნენ, დიდხანსაც ეყოფოდათ, რა ვიცი, უამრავი სასარგებლო რამე შეიძლება გაკეთებულიყო, პრაგმატულად შეხედეს. ამას ემატება ის, რომ იუდას თავისი ინტერესები აქვს, უბრალოდ თავისი შეხედულებები ქრისტეზე. ის ფიქრობს, რომ ძლევამოსილი მეფე უნდა გახდეს და თუ ძლევამოსილი მეფე უნდა გახდეს, რა დროს ახლა და ბევრი რაღაც არ ესმის, ვერ ხვდება აღიზიანებს უკვე ეს გესმით. რომ არ ესმის, ვერ აცნობიერებს, რატო იკარგება ამდენი დრო? რატო ამბობს ისეთ უცნაურ რაღაცებს, რომ შემოკრებილი ხალხი ისევ გარბის, ჩემი სისხლი და ხორცი უნდა შეჭამოთ, ახლა წარმოედგინეთ. იუდეველი, რომელიც ცხოველის სისხლსაც არ ჭამდა და უცებ აი გამოდის მოძღვარი, ესე ხალხთან საუბრობს და უცებ ეუბნება, თუ ჩემ სისხლს და ხორცს არ შეჭამთ, თქვენთან მარადიული სიცოცხლე არ იქნება. როგორი დასატევნელია ეს? ახლა მე რო ვთქვა, მე თუ არ შემჭამთ, ვერ ცხონდები. როგორი დასატევნელია ეს? და როგორ დაიტია ის, ვინც დაიტია? გაიგო, ვერ გაიგო? როგორც ჩვენ არ გვესმის დღეს რომ ვეზიარებით, რას ვაკეთებ? აბა როგორ დაიტიეს ეს? აი ესე პეტრე ეუბნება, რომ საწავალთ ჩვენ, ვიღაცები ხო წავიდნენ და საწავალთ ჩვენ, პეტრე ეუბნება, შენთან ხომ არადიული სიცოცხლეა. ინტუიცია მუშაობს სწორად, კეთილი გული აქვს, რაღაცნაირი გული აქვს პეტრეს. მიუხედავად იმისა, რომ მე მაგ კაცს არ ვიცნობ შიშის გამო, მაგრამ აი ეს უცნაური მდგომარეობა, რომელიც საიდუმლოებაა, გესმით და ეს საიდუმლოება ჩვენში თუ არ არის, თუ არ მოქმედებს, თუ არ მუშაობს, ჩვენი ცხოვრების საკითხი დახურულია და პრობლემა სწორედ იმაში, რომ ჩვენ არ ვიცით ეს საიდუმლოება ჩვენში მუშაობს თუ არ მუშაობს. ამოქმედებულია თუ არ არის ამოქმედებული. ამიტომ კლავ უბრუნდები იმას, რომ დიახაც ბოლომდე უკანასკნელ ამოსულ თქვამდე ჩვენ თუ არ გვექნება ღვთის შიში, რომ იგი შეიძლება დავკარგოთ, ჩვენ გავხდებით ესეთი ზერელე, ესეთი ქრისტიანები, რომელსაც ქრისტიანი აღარც ქვია, წყალ-წყალა რაღაც. შიშის გარეშე. როგორ არ შეიძლება მე როგორ არ უნდა მეშინოდეს, როცა არ ვიცი და სიცოცხლე ერთხელ მომეცა, გარდაცვალება მოვა და დამთავრდა, პასუხისგებელი ვარ და დავდგე მის წინაშე და არ ვიცი ჩემი მდგომარეობა. დღევანდელი დღის ცისკრის სახარებაში უფლის ფაქტურად მონოლოგია ძირითადად. და მინდა ეს მონოლოგი წაგიკითხოთ, ეს არის იოანეს სახარების მე-12 თავი და რისკენ მოგვიწოდებს, რას გვეუბნება, როგორები უნდა ვიყოთ, რომ ის არ დაგვემართოს, რაც იუდას დაემართა, რაც მრავალს დამართია, როცა ადამიანი წლები დადის და ვერ ფხიზლდება, ბოლომდე გულგრილი რჩება, ვერ ერევა თავის სიამაყეს, ამპარტავნებას, ეგოიზმს, ვერ ხვდება, რომ სიყვარულია მთავარი, რიმით არის განისაზღვრება ჩვენი ქრისტიანობა, უხილავი ღმერთის შეყვარებისათვის საჭიროა ვარჯიში და უნდა გვიყვარდეს მოყვასი, რომელიც აქ სამრევლოშია, ხშირად გეუბნებით, ვისაც სამრევლოსთან ურთიერთობა არ შეუძლია, ის არ არის ქრისტიანი. არ არის ქრისტიანი. ტყუილად არის. გესმით? და აი ეს მონოლოგი ალბათ ცოტათი დაგვეხმარება, რომ ყოველთვის მინდა წერილი გვეხმარება, რომ სულიერი ცხოვრების ჩვენეულ ხედვაში რაღაც კორექტივი შევიტანოთ. უფალი საუბრობს ასე. რომელსა უყვარდეს სული თვისი წარიწყმიდოს იგი. რატომ აქ მე მოყვასთან პრობლემა? იმიტომ რომ ჩემი თავი მეყვარს. და ჩემეული ხედვა მაქვს. ჩემი სიმართლე მაქვს, ჩემი ეგოიზმი მაქვს, ჩემი ინტერესები მაქვს, ჩემი კომფორტი მაქვს.
შენ ხელს მიშლი ამაში. ამიტომ ნახეთ, რომელსაც უყვარდეს სული თვისი, ანუ ცხოვრება, სული ამ შემთხვევაში იგულისხმება ეგოისტური გაგებით ცხოვრება, საკუთარი თავი. მან წარიწყმინდოს, იგი ქრისტე ამბობს ამას. გამოცხადებითი ჭეშმარიტებაა ეს. მე აგზელებს და რომელსაც ზულდეს სული თვისი ამას სოფელსა, ამას სოფელში მიყვარს, ამ სოფელში მინა წარმატება, კარიერა, ბედნიერება, დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა, კომფორტი და ასე შემდეგ, მომეფერონ, პატივი მცენ და ასე შემდეგ, აქ მინდა და უცებ მეუნება, რომ რომელსაც ზულდეს სული თვისი ამას სოფელსა, ცხოვრებაც საუკუნოდ დაიმარხოს, იგი ანუ არადიული სიცოცხლეში შეიყვანს თავის თავს. უკეთ თუ ვინმე მემსახურებდეს, ჩვენი ღვთისმსახურება ხო ქრისტესადმი მსახურებაა. ეგ არის ღმერთია და ღვთისმსახურება და ღვთისმსახურნი ვართ, ეგ არის ქრისტესადმი მსახურება. უკეთ თუ ვინმე მემსახურებდეს, მე შემომიდექი, გამომყევი, სად გავყვე ქრისტეს? სად მიდის ქრისტე? მე თუ მდევნეს თქვენს გდევნიან, გახსოვთ? აი სად მიდის? მე თუ მდევნეს თქვენს გდევნიან. ანუ ქრისტე მიდის, მე მივყვები სად? გოლგოთა, აი იქ, არ მეშინია. სადაც მე ვიყო ჩემი მსახურიცა მუნიყოს. ანუ თუ მე ვემსახურები სწორედ, სად არის ქრისტე, მარჯვენით მამისა, ყოვლადწმინდა სამების წიაღში ადამიანური ბუნებით ასული. ანუ სად მეპატიჟება, ნახეთ, ღმერთში მეპატიჟება. უკეთ თუ ვინმე მემსახურებდეს, პატივისცეს მას მამამან ჩემან, თუ კიდევ ქრისტეს უყურებ, ან ვეზიარები, ესე განვიცდი ფიზიკურად და უცებ მეკარგება იმის განცდა, რომ გალაქტიკების შემოქმედია ესა, მაშინ მიმითითებს ტრანსცენდენტულ წარმომავლობაზე თავისად. და ამ დროს მე თუ მსახურებ, მაშინ მამა ტრანსცენდენტული ღმერთი შენ პატივს გცემს. ნახეთ რა სიტყვა. კი არ ახსოვხარ, კი არ გაცხოვნებს, კი არ შემოგხედავს, კი არ იზრუნ, პატივს გცემ. ვინა ვარ მე რომ სამყარო შემოქმედმა პატივი მცეს. და მეუნება პატივს გცემს შენ ღმერთი, შენ თუ ქრისტეს ემსახურები. აცსული ჩემი შეწუნებულ არს და რაიმე ვთქვა. ანუ ეხლა უცებ მახსენებს მე ეს, რომ გავყვე, გაყოლა რას ნიშნავს, რა მდგომარეობაში აღმოჩნდები მე. იმიტომ რომ ნახე თვითონ ნახე როგორ არის მისი სული შეწუნებულ არს და რა ვთქვა. მამაო მიხსენ მე ჟამისა ამისაგან, არამედ ამისთვის მოვედ ჟამსა ამას. ისეთი ტანჯვა და ისეთი ტკივილი გასავლელი, რომ ადამიანურად ეუნება, რომ ეგება ამაცილო ეს სასმელი და რომ მეუნება, რომ გამომყევი, აი ამას აქ მიდის. და ჩვენც არ ვართ აქ ხოლმე, როცა ღვთისაგან მიტოვებულობას გზნობ, ღვთისაგან მიტოვებულობა განიცადა. ღმერთო, ჩემო რა ისათვის დამიტევე მე, არ განგვიცდია და რას ვაკეთებ, ვწუწუნებთ. და აი აქ არის სწორედ გაყოლა, როცა მე განსასწრებმა კი არ ვიწუწუნო, უფლის იმედით ვიყო და მიხაროდეს, რომ იმ გზას გავდივარ, რაც გზას უფალმა გაიარა. სასჯელი ამას სოფლისა, აწარი სასჯელი. თან მახსენებს, რომ ეს სოფელი სასჯელი რას ნიშნავს? გასამართლდა ეს სოფელი, ამას სოფლის სული. და მთავარი იგი ამის სოფლისა განვარდეს გარეს. გასამართლება ნიშნავს, რომ ეშმაკს აღარ აქვს ის ძალმოსილება ამ სოფელზე, თუ შენ ქრისტიანი ხარ. თუ შენ ქრისტიანი არ ხარ, შენზე ძალმოსილება ისევ აქვს. ანუ გესმით, მან შექმნა ამ სოფელში სამეფო ეკლესია, რომელშიც ის ძალაუფლება ეშმაკს აღარ აქვს, რაც მის გარეთ აქვს. და ამიტომ ამას ნიშნავს მისი გასამართლება. ეხლა მახსენებს კიდევ ერთ რამეს. ოდესმე მე ავმაღლდე ქვეყანით, ჯვარცმას გულისხმობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს. ამაღლებაში გულისხმობს თავი ჯვარცმას. ყოველი მოვიზიდნე ჩემდა, ანუ ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ მახსენებს, რომ მე ვარ ღმერთი, რომელიც ჯვარცმული ვარ შენთვის და ყოველთვის უნდა მახსოვდეს, რომ ჩემთვის მოკვდი შენ უფალო. და როგორ შეიძლება, რომ ჩემთვის მოკვდა ჩემი ცოდვები, რომელიც მე ჩამიდენია და ხვალ ჩავიდენ, ამ ცოდვებისათვის ჯოჯოხეთში არ მიშვებს, ანუ მარადიულ სიკვდილით არ ვისჯები, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ცოდვები ჩემ თვალწინ იმ ჯვარზე მიალურსმა, რომელზეც თვითონ ავიდა. ამიტომ მეუნება, მე მოგიზიდეში, როცა ავმაღლდები და შემდეგ ამას რო ამბობდა, აუწყებდა, რომელიც სიკვდილით ეგულებოდა სიკვდილად, ანუ ჯვარცმაზე საუბრობს. თქვა მათ იესო, კვლავ გვესაუბრება. მცირედ ჟამ ნათელი თქვენთან არის. ვინ არის ეს ნათელი? ქრისტია თავად ეს ნათელი. მე ვარ ნათელი სოფლისა. მცირედ ჟამ, რატო? აი დღეს არის, თქვა, ჩვენ რაღაცად მოსულები ვართ აქ, გვაქვს ეს რწმენა, გული განიცდის, მოვედით საზიარებლად. ყოველთვის ესე ხომ არ არის. ამიტომ როცა არის ჩვენთან უფალ, როცა ჩვენ განვიცდით უფალს, იცოდეთ, რომ
ეს შეიძლება ხვალე აღარ იყოს, ზეგ აღარ იყოს, ამიტომ გაუფრთხილდეთ ყოველ წამს, იმ წამს, როდესაც ქრისტე ჩვენ გულს ეხება და ჩვენი რწმენა ცოცხლდება. სინანულში მოვდივართ, თვალზეცრემლი გვადგება, გვინდა ლოცვა, გვინდა ზიარება, გვინდა წმინდა წერილის კითხვა. მცირე ჯამ ნათელი თქვენთან არის, ვიდოდეთ, ვიდრე ნათელი გაქვს. ანუ როგორც კი ეს ნათელი გაქვს, ამოძრავდი, დინამიკა გქონდეს, არ გაჩერდე. რათა არ აგეწიოს თქვენ ბნელი, იმიტომ რომ მე სიბნელე მოვა, უღმერთობა მოვა, ქრისტეს განუცდელობა მოვა. რამე თუ რომელი ვალ ბნელსა არა უწყინ ვიდრე ვალ და ბნელი არის ჩვენი ის გულის სიტყვებით ცხოვრება, ჩვენი აზრებით ცხოვრება, ჩვენი სიმართლით ცხოვრება, სადაც ქრისტე არ არის, იმიტომ რომ ღვთისნება არ არის და ეს ყოველთვის არის რა, რომ არ ვიცით სად მივდივართ, უმიზნოდ ცხოვრობ. ვიდრე ნათელი გაქვთ, რწმენი ნათელი, რათა ზედ ნათლისად იყვნენ, იმიტომ რომ თუ ნათელში ვართ, რწმენი, ანუ მისი ნდობა გქონდეს და ამ შემთხვევაში ჩვენ მისი შვილები ვართ, ანუ ეგრევე შვილის სტატუსს გვანიჭებთ. იესო ღაღატყო და თქვა, რომელსაც მე ვწამ, რწმენა მომავლინებელი ჩემი და რომელმან მიხილა მე, იხილა მომავლინებელი ჩემი, კვლავ ტრანსცენდენტულისკენ მახედებს. აი დღეს ეზიარებით, ვინც განიცდის ზიარებას, თუნდაც ფიზიკურად, იმედით, სიხარულით იცოდეთ, რომ აღიწევა თქვენი რწმენა ტრანსცენდენტულ ყოფიერებამდე. მე ნათელი სოფლად მოვივილინე, რათა ყოველსა რომელსაც რწმენას ჩემი ბნელსაშინა არ დაადგრეს. ანუ არ დავრცებით ჩვენი უკეთური გულის სიტყვების და უკეთური ნების ტყვეობაში თუ ჩვენ უფალი როგორც ნათელი და ჩვენი ხსნელი გვწამს. და რომელმან სიტყვანი ისმინა სიტყვანი ჩემნი და აქ არის ეს რომელიც ხშირად გვითქვავს, მაგრამ რომელიც ისმენს ჩემს სიტყვებს და არ არწმენეს მე არ ავსაჯო იგი. ანუ ნახეთ, აი აქ კვლავ ჩანს მისი დამოკიდებულება განკაცებული ღმერთისა, რომ ჩვენ ქრისტე არ დაგვჟის, თუნდაც ჩვენ მისი სიტყვები არ შევასრულოთ. და რატომ? რამე თუ არ ამოვედის ჯად დასასჯელად, არამედ რათა ვაცხორნო, ანუ გადავარჩინო. მაგრამ ეს არ აი რო გითხარით. დიახაც ჩვენ მას უყვარვართ. დიახაც ქრისტე ჩვენ არ გვჟის. თავის მკვლელებსაც იქვე პატიებს. მიუტევე მამაო, რამე თუ არ იციან რასაკეთებენ, მაგრამ ეს ახთო განგებულებას არ აკარწყლებს, არ აკრობს და ნახეთ, ხოლო რომელმან შეურაცხყოს მე და არა შეიწყნარეს სიტყვანი ჩემნი, აქვს მსაჯული თავისი. ანუ მე კი არ დავსჯი, მაგრამ თავისი დამსჯელი მას მაინც ყავს და ვინ არის ეს დამსჯელი? რა არის ეს დამსჯელი? ვინ? არავინ, არამედ რა არის ეს დამსჯელი? სიტყვა, რომელსაც ვიტყოდე, მან საჯოს იგი უკანასკნელსა დღესა. ანუ ვინ არ გიჯის, ღმერთი არ გიჯის, მაგრამ საღვთო სამართლიანობა, რომელიც ქრისტეს სიტყვაში გამჟღავნდა, მთელი სისავსით, სრულყოფილად, აი ეს საღვთო სამართლიანობა, საღვთო განგებულება იქნება ჩემი გამსჯელი. და ეს არის ძალიან საშიში მდგომარეობა, იმიტომ რომ ამ დროს ადამიანს მშველელი და მხსნელი არავინ არ ეყოლება. იმიტომ რომ მე თუ თქვი უარი ღმერთზე, როგორც ჩემ მამაზე, თუ მე თქვი ღმერთის შვილობაზე უარი, მე მაინც წარვსგები საღვთო სამართლიანობის წინაშე და ვინ იქნება ჩემი მშველელი? ვინ? რამე თუ მე თავი თვისით არას ვიტყოდი და ეხლა კიდე მახსენებს. რა მისი სიტყვები რა არის? როგორც ადამიანი ლაპარაკობს და ეს გესმის, ხო? მაგრამ ნახეთ, რამე თუ მე თავი თვისით არას ვიტყოდი, არამედ რომელმან მომავლინა მე მან მომცა მე მცნება, რა ვთქვა და რასა ვიტყოდი, ისევ იქ მიმანიშნებს. ტრანსცენდენტულ ყოფიერებაზე. ჩემი სიტყვები არ გეგონოს, თეოდორე, ეს ადამიანური სიტყვებია. ეს არის სამყაროს შემოქმედი სიტყვები. და უწყი რამე თუ მცნება იმისი ცხოვრებასა უკუნაარს და ეს სიტყვები, რომელიც ჩემი გესმა და სინამდვილეში ტრანსცენდენტული არ მიღმიერი ღმერთის სიტყვებია, ეს არის თავად ეს სიტყვები უკვე მარადიული სიცოცხლეა, შენ თუ მას გულში შეუშვებ. და იმიტომ რომ რომელსაც მე ვიტყვი, ვითარცა მაამცნო მე მამამან ეგრეცა ვიტყვი, ანუ არც ერთი ჩემი სიტყვა ამოხრა არ არის ადამიანური ყველაფერი ღმერთის სიტყვა, ვითარცა მაამცნო მამამან, ანუ მამის ნება და ძის ნება და სულიწმინდის ნება ხო ერთია, სრულად ვლინდება ქრისტეს ადამიანურ სიტყვაში. აი ამ სულის კვეთებით უნდა ვიყოთ აღსავსენი, რომ არ დაგვემართოს ის, რაც დაემართა იუდას, რომ ჩვენეული სამართლიანობით, ჩვენეული სიმართლით, ჩვენეული შეხედულებებით არ გქონდეს დამოკიდებულება მას დაუთმოდ ბოლომდე, როგორც ფსალმუნებშია, მიუტევე უფალსა ზრუნვა შენი და მან გამოგზარდო შენ, დაუთმე უფალსა ბოლომდე დაუთმოდ. ნუ ვეურჩებით
ჩვენი ნებით და ჩვენი სიმართლით მის აბსოლუტურ და ყოვლადწმინდა და ჩვენ და მის სიყვარულით აღსავს ნებას. თორე ისე აღმოჩნდებით იუდას მდგომარეობაში, რომ ვერც კი მივხვდებით ამას. ჯვარი გწერია და უფალმა დაგვიფაროს. შეგვეწიოს უფალი თავისი ყოვლადწმინდა სიყვარულით ჩვენ და ჩვენ კიდე მოგცემოდეს ის სიბრძნე და ის სიფაქიზე და შიში ღვთისა, რითაც მივხვდებით რა ვქნათ და როგორ ვიცხოვროთ, რომ მის ნებას არ გადავცდეთ. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდის იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.